Პირით ცდილობს რამდენიმე დღეა მოქალაქე, რომელიც ვინაობას არ ამხელს სხვადასხვა მედია საშუალებებს უკავშირდება და სთავაზობს საპატრიარქოში ჩაწერილ აუდიო ფაილს, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ილია მეორე სამი მიტროპოლიტი და პატრიარქის მდივანი შორენა თეთრუაშვილი მსოფლიო საეკლესიო კრებისთვის მზადების შესახებ საუბრობენ. თავად ჩანაწერში შესაძლოა სკანდალური არც არაფერია, თუმცა ფაილის გავრცელების მსურველმა ჟურნალისტებთან არაერთხელ მიანიშნა, რომ საუბარი ერთ-ერთი მეუფეს ჩაწერილია. დაგვეკავშირდა ფსევდონიმით სოციალურ ქსელში Facebook-ზე ოფიციალურ პეიჯზე Prime Time-ის სალომე გლოველი, რომელმაც გითხარდა ფლობდა სკანდალურ ჩანაწერებს საპატრიარქოს შესახებ და სალომე გლოველის სახელით გაზეთ Prime Time-ის ოფიციალურ გვერდზე წერილი რამდენიმე დღის წინ გაგზავნეს. უცნობი პირი თანხის სანაცვლოდ რედაქციას მაღალი იერარქიის სასულიერო პირების და პატრიარქის ფარული ჩანაწერის გადაცემას თავაზობდა. ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი ყვება, რომ მიმოწერის შემდეგ პირს, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არის სურვა, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა, რომელმაც 40 წუთიანი ჩანაწერი მოასმენინა. აუდიო ჩანაწერში ჟურნალისტის თქმით, პატრიარქის ხმა ამოიცნო. წყარო კი უმტკიცებდა, რომ შეხვედრას ილია მეორეს გარდა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და მიტროპოლიტი ანდრია ესწრებოდნენ. ამავე აუდიო ჩანაწერში ჟურნალისტის თქმით ისმოდა, რომ შეხვედრას პატრიარქის მდივან რეფერენტი შორენა თეთრუაშვილიც ესწრებოდა. პატრიარქის ხმას ალბათ ყველა ცნობს, ნამდვილად პატრიარქი საუბრობს და ასევე არის ჩანაწერში შორენაც, რომელსაც სახელით მიმართავენ. ერთადერთი ეს ადამიანია, რომელსაც სახელით მიმართავენ. შემდეგ უკვე ეს რომ მოვისმინეთ, გამოგვიგზავნეს თანხები. ერთი წუთი დაგვიფასეს $77 და ჯამში დაიანგარიშეს, ანუ 3 ჩანაწერი, რომელიც გამოდიოდა $5,000 ჯამში, მაგრამ ჩვენ ორი ჩანაწერი გვქონდა მარტო მოსმენილი და დაგვპირდნენ, რომ ეს არის დასაწყისი, ეს არაფერია და შემდეგ იქნება სკანდალი. ისევ საპატრიარქოსთან დაკავშირებით, კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით, თუ რატო არ წავიდნენ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე და გაასაჯაროებდნენ სხვადასხვა მიტროპოლიტების საუბრის ჩანაწერებს. აუდიო ჩანაწერის მცირე ფრაგმენტი ჟურნალისტ შეხვედრამდე უცნობმა პირმა ელექტრონულ პოსტაზე გაუგზავნა. მასალაში, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის, წყაროს თქმით, მეუფეები და პატრიარქი მსოფლიო საეკლესიო კრების შესახებ ლაპარაკობდნენ. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები კი პატრიარქს არ წმუნებდნენ, რომ კრებაზე წასვლა არ ღირს, რადგან ის ამერიკული პროექტია, რომელიც მართლმადიდებლურ ეკლესიას ებრძვის. კათოლიკური სამყაროს ის არის პოლიტიკის ნაწილია. არა, პირდაპირ არ უნდა მეუფე, პირდაპირ შესუსტება მართლმადიდებლობისა. ეს ფაქტიურად ამაზე კათოლიკების გაძლიერება ეს თქვენ უწოდესობა ვეთქვა, თქვენ შეძე უკეთესად ბრძნობთ და ხედავთ ამას, რომ მართლმადიდებლობა ამათი ზეწოლით თუ სხვა რაღაც საპირობებით მაინც სუსტდება. მართლმადიდებლობა უშლით ამათ ხელს ყველაფერში, დემოკრატიაში და მსოფლიო მოწყობაში. ვის ინტერესში იყო აუდიო მასალის ჟურნალისტებისთვის გადაცემა ან ვინ ჩაწერა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების და პატრიარქის საუბარი, წყაროს კონკრეტულად არ დაუსახელებია. თუმცა Prime Time-ის ჟურნალისტის თქმით, უცნობი პირი მიუთითებდა, რომ საუბარი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ჩაწერა. გვეუბნებიან, რომ ამ ჩანაწერს აკეთებს მეუფე გერასიმე და ამას ხსნიან იმით, რომ ყველაზე ახლოს ისმის მეუფე გერასიმეს ხმა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვიცით, რომ ის ხმა არის ნამდვილად მეუფე გერასიმეს. მე ვკითხე სხვადასხვა რა ინტერესი გაქვს საჯაროდ. მან მითხრა, რომ მას არანაირი ინტერესი არ აქვს, თუმცა ისინი, ვინც ეს ჩანაწერები მისცეს და უთხრეს, რომ ჟურნალისტებს უმასმენინონ, მათი ინტერესი სავარაუდოდ არის ის, რომ დაისვას კითხვა, რატო იწერს მეუფე გერასიმე და კიდეც თქვა ესეთი რამე, რომ მეუფე გერასიმეს დაარტყა. პირი, რომელიც მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ჩანაწერების გადაცემის სანაცვლოდ ჟურნალისტებს ფულს თხოვდა, დაუკავშირდა გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორსაც. ელისო კილაძე ვარაუდობს, რომ უცნობი პირი სუსის დავალებით მოქმედებს და ამ სცენარით საპატრიარქოს კონკრეტული ჯგუფის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით მეუფე გერასიმეს დისკრედიტაციას ცდილობს. ინტერესი მე მგონი იყო ალბათ მორიგი სკანდალი ვთქვათ საპატრიარქოში, იმიტომ რომ თუ ვთქვათ ჩვენ მოვისმენთ მთლიან ჩანაწერს 40 წუთიანს თუ საათნახევრიანს, ალბათ უფრო მკაფიო გახდება რასზე მიდის პატრიარქთან საუბარი, რატომ რაღაც გაბრაზებული ხმა ისმის პატრიარქის, რომ მის რაიონში თუ რეგიონში თუ რაღაც მის სურს უკან რაღაც
სიტუაციები ხდება. შეიძლება ეს ჩანაწერი გააკეთოს ნებისმიერმა პირმა, მათ შორის ეს შეიძლება და ყოფილიყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ საპატრიარქოში ყველაფერს იწერს, მათ შორის სინოდის ხდომებს და მათ შორის პატრიარქთან შეხვედრებსაც. ჩაუთვალე, რომ ეს იყო დიახ გოგაშვილის მორიგი პროვოკაცია. ფაქტების გადამოწმება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტთან ვცადეთ, თუმცა მეუფე გერასიმემ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. შევგა გადაეცით იმ ადამიანსაც, რომ სულიერ თემებზე თუ ნებავს, ნებისმიერ დროს ვესაუბრებ. და ამ თემაზე რო გვიპასუხოთ? სულიერ საკითხებზე თუ გნებავთ, ვესაუბრებით. კომენტარის გაკეთება არც საპატრიარქოში სურთ. პირიქი, რომელიც ჟურნალისტებს სასულიერო პირების და პატრიარქის საუბრის ფარულ ჩანაწერებს თანხის სანაცვლოდ სთავაზობს, სხვა სკანდალური აუდიო მასალების გასაჯაროვებასაც აანონსებს. საკადრო გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნებით სწორედ ასე აფასებს